ნებისმიერი დარღვევა ან ქმედებები, რომელიც შეიცავს დარღვევას, გაყალბებას და ასე შემდეგ, სასტიკად იქნება დასჯილი. არც ერთ ასეთ ქმედებას არ დაუშვებთ და ყველა იქნება შეფასებული და შესაბამისად მიცემული, ასე ვთქვათ, გადაცემული სასამართლოებში. და გაუცხოთ, რომ ჩვენს რიგებს შემოვედა ორი ადამიანი, ორი გონება გახსნილი ადამიანი, ორი ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანი, რომლებსაც დატოვეს ნაციონალური მოძრაობის რიგები და დღეს შემოუერთდნენ ქართული ოცნების რიგებს. ეს ორი ადამიანი აგერ არის ჩვენს გვერდით გმირი ადამიანები, რომლებსაც გადალახეს შიში და ადამიანები, რომლებიც არიან სამაგალითოები თავიანთი ქცევით და თავიანთი აზროვნებით. ეს არიან ის ადამიანები, რომლებიც მიხვდნენ თუ ვინ იყო ნაციონალური მოძრაობა აქამდე და რას ემსახურებოდა მათი ტირანული რეჟიმი. რომლებიც მსგავსებას მთელი ამ 8 წლის მანძილზე. კასპის ახალგაზრდობამ და საზოგადოებამ დღეს გამოხატა პროტესტი კასპის საკრებულოსა და მუნიციპალიტეტის შენობების წინ, სადაც რაც შეეხებოდა იმ პროტესტს, რომელიც დანაშაულების შესახებ რაც ჩაიდინა სააკაშვილის რეჟიმმა წლების განმავლობაში, მაგრამ უამრავი ფაქტებია უკვე კიდევ ბევრი იქნება დღეს რამდენიმე ახალგაზრდა გადმოიცნების რიგებში უამრავმა დატოვა უბრალოდ ნაციონალური მოძრაობა. ეს ის ხალხია, ვინც ამორალურად ჩათვალეს ნაციონალური მოძრაობის რიგებში ყოფნა. და ეს პროცესი როგორც ჩანს გაგრძელდება. არიან იქ ისეთები კიდე შემორჩენილი, ვინც აშინებს. მაგრამ არჩევნების იმედი აქვს კიდე თუ არჩევნების მერე ნახავთ რაც მოგივა. ვაიანტ რუსში ეგრე. თუ იცით რაიმე დეტალი, აი ცემის ფაქტთან დაკავშირებით. ცემის ფაქტები 3 დღეა ტელევიზიით ტრიალებს. მეტი რაღა შეხვედრებზე როცა შედიოდით თქვენ აღენიშნებოდა რაიმე? ეგ როგორ არის, თუ რაღაც აღენიშნება სახეზე, მაგას ვერ ანახავთ. ეგ არ არსებობს. რო ნახო. და ნახავ იმ ვარიანტში თუ არაფერი არ აღენიშნება სახეზე, ხო? ხო და თუ რაღაცას ეთყოდი შვიდანიაზე სხვაზე რომ ან რა ხდება თვალებით განიშნებს რომ გაჩერდი всё ეს არის რა ეხლა დანარჩენი თქვენ თვითონ ხვდებით ხო რაც ხდებოდა შიგნით აქამდე ეხლა არ შემოვიდა ადამიანებზე რომლებიც ეს მაიკები დაწვა საწავი არ უზეკ შემოვიდა ამ გეოგრაფიაში ის მაგრამ არა ვის თამილი საშუალო ის რა შეიძლება არ შეიძლება უკაცრავად ერთი უკაცრავად თქვენ სახელმწიფოan მიგეჩვენეთ და რატომ აგინებთ იმ ადამიანებს რომლებიც ეს მაიკები დაწვა არ შეიძლება ეს სიტუაცია შეუღეწყობაა ის აქ შეშვა არ შეიძლება თქვენ გეკითხებით რატომ აგინებთ იმ ადამიანებს ვინც ეს მაიკები დაწვეს თქვენ სახელი და გვარი მითხართ და რა უფლება გაძლევთ თქვენ ამ ადამიანებს აგინოთ და გვარი